სტატიკის ელემენტები, პარაგრაფი მე-16. 294 ამოცანა. ერთ წერტილში მოდებულია ორი ძალა, 10 ნიუტონი და 14 ნიუტონი. შეიძლება თუ არა ამ ძალებმა მოგვცეს 2, 4, 10, 24 და 50 ნიუტონის ტოლქმედი. თუ გვაქვს ჩვენ ესე იგი F პირველი ძალა არის 10 ნიუტონის ტოლი, F მეორე ძალა არის 14 ნიუტონის ტოლი, მაქსიმალური ძალა მიიღება, ტოლქმედი იქნება მაქსიმალური თუ ეს ძალები F პირველი და F მეორე ერთი მიმართულებით მოქმედებენ. მაშინ ტოლქმედის მაქსიმალური მნიშვნელობა იქნება 10 პლუს 14, ანუ ესე იგი 24 ნიუტონი. რაც შეეხება მინიმალურ მნიშვნელობას, მინიმალური მიიღება თუ ეს ძალები მოქმედებენ საპირისპირო მიმართულებით, F1 და F2. აი ესე როგორც ნახაზზე ვაჩვენებ. მაშინ მინიმალური ძალა იქნება 14 ნიუტონს გამოკლებული 10 ნიუტონი, ანუ იქნება 4 ნიუტონი. აქედან გამომდინარე იმ მოცემული მნიშვნელობებიდან ვერ მივიღებთ ესე იგი 2 ნიუტონს და ვერ მივიღებთ 30 ნიუტონ ძალას. დანარჩენს ნებისმიერ ძალას მივიღებთ. მივიღებთ იმნაირად, რომ მივმართავთ ამ ძალებს რაღაცა კუთხით. ეს თქვა F1 არის, ეს არის F მეორე არის, ტოლქმედი ძალა იქნება აი პარალელოგრამის წესით თუ დავხატეთ, ესე იგი აი ეს იქნება ჯამური ძალა. ესე იგი აი ამ კუთხის შერჩევით, აი ძალებს შორის კუთხის შერჩევით შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ძალა აი ამ შუალედიდან, ესე იგი F-ი ეკუთვნის შუალედს, ესე იგი 4 ნიუტონიდან 24 ნიუტონის ჩათვლით. ამ შუალედში ნებისმიერი ძალა შეიძლება მივიღოთ. ამოცანა ნომერ 295. იპოვეთ სამი ძალის ტოლქმედი, თუ თითოეული მათგანი 200 ნიუტონის ტოლია. ესე იგი F პირველი უდრის F მეორეს უდრის F მესამეს და უდრის 200 ნიუტონს. და კუთხე პირველსა და მეორესა და მესამეს შორის 60 გრადუსის ტოლია. ესე იგი ალფა არის 60 გრადუსის ტოლი. მოდი დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. თქვათ ეს იყოს პირველი ძალა F1, ეს იყოს მეორე ძალა F2 და ეს იყოს მესამე ძალა F3. ხო, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჯამური ძალა, რომელიც ტოლი არის F პირველ ვექტორს დამატებული F მეორე ვექტორი დამატებული F მესამე ვექტორი. ეს კუთხეები არის 60 გრადუსის ტოლი. ეს არის ალფა, ესეც არის ალფა. მოდით შემოვიღოთ კოორდინატთა სისტემა. ეს იყოს Y, ეს იყოს X-ი, აი კოორდინატთა სათავე აქ იყოს. და დავაგეგმილოთ, ესე იგი ეს ვექტორული ტოლობა აი ამ ღერძებზე. ესე იგი F, X-ი, ეს არის F პირველ X პლუს F მეორე X-ი პლუს F მესამე X-ი. აშკარად ჩანს, რომ F მეორე X-ი უდრის 0-ს. ხოლო F პირველი X-ი ეგ იქნება, უნდა დაუშვათ პერპენდიკულარი. ეს თუ 60 გრადუსი არის, აი ეს იქნება 30 გრადუსი და ეს იქნება მიმდებარე კათეტი. ანალოგიურად აი ესეც არის მიმდებარე კათეტი. ესე იგი F პირველი X-ი უდრის მინუს F პირველი კოსინუს 30 გრადუსზე. F3X-ი არის
f მესამე კოსინუს 30 გრადუსზე. სიდიდით f პირველი და f მესამე ტოლია, ამიტომ fx-ისთვის გვექნება fx იქნება მინუს f კოსინუს 30 გრადუსზე პლუს f კოსინუს 30 გრადუსზე. ნუ f2x-ი 0 არის. ნუ ჯამში ეს 0-ის ტოლი გამოვა, იმიტომ რომ ეს წევრები ერთმანეთს გააბათილებენ. ეხლა დავაგეგმილოთ იგივე ვექტორული ტოლობა y ღერძზე. ესე იგი fy ტოლი იქნება f პირველ y-ს პლუს f მეორე y პლუს f მესამე y. ნუ ნახოთ, ესე იგი f პირველი y ეს არის f პირველი კოსინუს 60 გრადუსზე. f3y ეს არის f3 კოსინუს 60 გრადუსზე. ხოლო f2y ეს არის f2-ის ტოლი. ნუ შევიტანოთ ესე იგი ამ ტოლობაში და მივიღებთ, რომ fy იქნება f პირველი კოსინუს 60 გრადუსზე პლუს f მეორე კოსინუს 60 გრადუსზე პლუს f2. ეხლა კოსინუს 60 გრადუსისა 1/2-ის ტოლი არის. ამიტომ fy-ისთვის მივიღებთ f პირველი, f მეორე, f მესამე ერთმანეთის ტოლია, ეს ჩვენ f-ით გვაქვს აღნიშნული. ამიტომ მივიღებთ, ესე იგი 2-ჯერ f კოსინუს 60 გრადუსზე პლუს f2. ნუ რადგან კოსინუს 60 გრადუსისა 1/2-ია, ეს 1/2 ამ ორთან გაიკვეცება და გვექნება f-ს პლუს f-ი, ანუ გვექნება 2f-ი. 296 ამოცანა. 296 ამოცანა. 90 კილოგრამი მასის პარაშუტიზზე ხტომის დაწყებისას მოქმედებს ჰაერის წინამდებობის ძალა, რომლის, მოდი ჩავწეროთ, მასა არის 90 კილოგრამი, რომლის ვერტიკალური მდგენელი არის 500 ნიუტონი, f პირველი არის 500 ნიუტონი, ჰორიზონტალური მდგენელი კი f2 არის 300 ნიუტონი. იპოვეთ ყველა ძალის ტოლქმედი y ღერძი ზევითაა მიმართული. ნუ კარგით, ესე იგი ტოლქმედი ძალა უნდა ვიპოვოთ. f არის კითხვის ნიშნის ტოლი. აი ეს არის ჩვენი პარაშუტისტი. ესე იგი მაგაზე მოქმედებს პირველ რიგში სიმძიმის ძალა mg ვერტიკალურად ქვევით. რო გადახდა წინამდებობის ძალა წარმოიშვა, ხო და ვერტიკალური მდგენელი არის 500 ნიუტონი, აი ზევით მიმართული არის f პირველი და ჰორიზონტალური მდგენელი კი 300 ნიუტონი არის. ნუ ჩავთვალოთ, რომ ეს ჰორიზონტალურად, თქვათ, ესე მოქმედებს, ესე იგი ეს f მეორე ძალა. უნდა ვიპოვოთ ამ სამი ძალის ტოლქმედი ძალა. ნუ აქაც მოდით შემოვიღოთ ღერძები x, o, y ღერძები. და ჩავწეროთ, ესე იგი, რომ ტოლქმედი ძალა f-ი უდრის mg-ს ძალას, დამატებული f პირველი ძალა, დამატებული f მეორე ძალა. დავაგეგმილოთ x ღერძზე. ესე იგი, x ღერძზე f(x)-ი უდრის, ნუ ცხადია mg-ს და f1-ს არ გააჩნიათ გეგმილები x ღერძზე, იმიტომ რომ f1 და mg x ღერძის მართობულად არიან, ხოლო f2 პირდაპირ x ღერძის პარალელურია, ამიტომ fx-ი უდრის f2-ს. ეხლა y ღერძზე დავაგეგმილოთ ეს ტოლობა.
ხოლო y ღერძზე f2-ს არ ექნება გეგმილი, ამიტომ f-y ტოლი არის f პირველს minus mg. ხო, ეხლა ესე იგი ეხლა რიცხვები რო გამოვთვალოთ, გამოგვივა რომ fx-ი უდრის 300 ნიუტონს, ხოლო fy-ი უდრის f პირველი იყო 500 ნიუტონი minus mg, ესე იგი 90 გამრავლებული 10-ზე. ესე იგი ეს იქნება 500 minus 900. ეს იგი გამოვა minus 400-ის ტოლი. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ fy-ი ქვევით არის მიმართული. მაშინ fx-ი გამოვიდა აი ესეთნაირად განლაგებული და ეს 300 არის, ეს არის fx-ი ტოლქმედი ძალის და fy-ი იქნება ქვევით მიმართული და 400-ის ტოლი არის. ეხლა მათი ჯამი შეიძლება ვიპოვოთ ესეთნაირად, რომ ეს არის პითაგორის თეორემით შეგვიძლია ვისარგებლოთ, აი ეს იქნება მათი ჯამი, ეს იგი f-ი ტოლი იქნება კვადრატული ფესვი fx კვადრატს პლუს fy კვადრატიდან ფესვი. ესე იგი შევიტანოთ ეხლა აქ რიცხვები, ესე იგი 300-ის კვადრატი პლუს 400-ის კვადრატი, ეს გამოვა 9 1 2 3 4 პლუს 16 1 2 3 4. გამოვა კვადრატული ფესვი 25 1 2 3 4. ანუ გამოვა პასუხი გვექნება 200, ესე იგი 500 ნიუტონი გამოვა ეს ტოლქმედის სიდიდე. ხოლო მიმართულება მისი აი მაგალითად x ღერძთან, აი ეს მიმართულება მოიცა ეს აღნიშნოთ φ-ი ეს კუთხე. ტანგენს φ სიდიდით ტოლი იქნება აი ეს f-y-ის სიდიდე გაყოფილი f-x-ის სიდიდეზე. f-y, როგორც ვნახეთ, ეს არის 400 სიდიდით, ხოლო f-x-ი სიდიდე იყო 300. ანუ 4/3, ესე იგი ტანგენს φ არის 4/3 და ესე იგი φ არის არქტანგენს 4/3-ისა. 297 ამოცანა ახლა. რეაქტიულ თვითმფრინავზე ვერტიკალური მიმართულებით მოქმედებს 550 კილონიუტონის სიმძიმის ზალა. მოდი პ-ი აღნიშნოთ, ეს სიმძიმის ზალა არის 550 კილონიუტონი. ხოლო ჰორიზონტალური მიმართულებით 162 კილონიუტონი ტოლი წევის ზალა. ეს იგი f პირველით აღნიშნოთ, ეს იყოს 150 კილონიუტონი. ესე იგი, ბოდიში წევის ზალა 162, ბოდიში 162 კილონიუტონი წევის ზალა და 150 კილონიუტონის ტოლი ჰაერის წინამდებობის ზალა. f2 არის 150 კილონიუტონი. უნდა ვიპოვოთ ტოლქმედი ძალა, მოდი ის f-ით აღნიშნოთ და მისი სიდიდე და მიმართულება. თქვათ ეს არის ჩვენი რეაქტიული თვითმფრინავი, მოქმედებს p სიმძიმის ზალა, მოქმედებს ხო, ესე იგი მე ეს გამოვჩებ. ამ წევი ზალა არის კიდე მოცემული, ესე იგი f მე-13 აღნიშნოთ. ეს არის 555 კილონიუტონი. მოქმედებს, იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო ამ წევი ზალა ჩამოვარდებოდა ცხადია. p მოქმედებს, ესე იგი ეს f3 ვერტიკალურად ზევით, მოქმედებს წევი ზალა, რომელიც ფრენის მიმართულებით იქნება f1 და მოქმედებს წინააღმდეგობის ზალა f2. ისევ შემოვიღოთ
ღერძები x, o, y ზევით მიმართოთ და ჩავწეროთ ტოლქმედი ძალა. ესე იგი F უდრის P-ს პლუს F1 პლუს F2 პლუს F3 ვექტორი. x ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, x ღერძზე P და F3-ს არ გააჩნია ისა რა ქვია გეგმილები, ამიტომ F(x) იქნება F1 მინუს F2. რიცხვები რო შევიტანოთ, ესე იგი 162-ს გამოკლებული 150. ეს გამოვა 12 კილონიუტონი. ეხლა y ღერძზე რო დავაგეგმილოთ, მოდით ეხლა აქ y-ი ქვევით მიმართოთ. უფრო, იმიტომ რომ არა, მოდი იყოს როგორც იყო, ზევით მიმართოთ, ბოდიში, იყოს როგორც იყო. ესე იგი fy-ი, არა, ეს დავშალოთ. ესე იგი ზევით არის y ღერძზე მიმართული. fy იქნება, ეხლა f1 და f2-ს აღარ აქვს გეგმილები y ღერძზე და იქნება f3 მინუს p. f3 იყო 555 კილონიუტონს გამოკლებული 550 კილონიუტონი. ეს გამოვა 5 კილონიუტონი. ეხლა აი ამ ტოლქმედი ძალის სიდიდეს ვიპოვით პითაგორას თეორემით. ეს არის fx კვადრატს პლუს fy კვადრატი და ფესვი. ეს არის fx-ის კვადრატი არის 12 კვადრატში პლუს 25. იმიტომ რომ 5-ის კვადრატია. ეს არის 154-ს დამატებული 25, ეს გამოვა 169, ფესვი 169-დან, ეს არის ასე 13 არის ეს იგი ფესვი. 13 კილონიუტონი არის ტოლქმედი ძალის სიდიდე. ხოლო მიმართულებას რაც ეხება, ესე იგი, ნახეთ, ჩვენ გამოგვივიდა, რომ fy ზევით არის მიმართული, ესე იგი და fy და fx-ი მარჯვნივ არის მიმართული. ასე რომ ტოლქმედი ძალა იქნება აი ესეთნაირად მიმართული, ეს იქნება კუთხე φ და ტანგენს φ არის fy-ის შეფარდებული fx-თან. fy fx-თან, fy იყო 5, fx-ი იყო 12. აქედან φ არის არქტანგენს 12-ისა. აი ისა 5 გაყოფილი 12-ისა. აი ესეთი პასუხი მიიღება 297 ამოცანაში. ეხლა 298 ამოცანა. ძაფი, რომელზედაც დაკიდებულია 1,6 კილოგრამი მასის ტვირთი, გადასციეს ახალ მდგომარეობაში ჰორიზონტალურად მიმართული 12 ნიუტონი ძალით. იპოვეთ ძალის დაჭიმულობის ძალა. ჩავწეროთ, ესე იგი მასა არის 1,6 კილოგრამი. F1 არის 12 ნიუტონი. და გვეკითხებიან, რისი ტოლი არის დაჭიმულობის ძალა. აი წარმოვიდგინოთ, ესე იგი ეგეთი სურათი. თქვათ აქ რაღაცა ტვირთი ეკიდა თოგზე და გადასციეს ესე იგი ეს გვერდზე. გადასციეს გვერდზე და ამ ტვირთზე მოქმედებს ესე იგი mg ძალა ვერტიკალურად ქვევით და მოქმედებს აი ჰორიზონტალურად მოქმედი ესე იგი f1 ძალა. ეხლა ცხადი აქ წარმოიშვება რაღაცა ესე იგი დაჭიმულობის ძალა t და ეს სხეული ეს ბურთი წონასწორობაში არის. წონასწორობაში იმიტომ არის, რომ აი ამ mg და f1 ძალის ტოლქმედს აბათილებს ეს დაჭიმულობის ძალა. ასე რომ დაჭიმულობის ძალა t სიდიდით უდრის mg-ს პლუს f1-ის ტოლქმედს, მაგრამ
მათ საწინააღმდეგოდ არის მიმართული. აი ეს ესეთნაირად შეგვიძლია დავწეროთ, ესე იგი t არის -mg + f1. მოდით ვიპოვოთ ესე იგი ეს ტოლქმედი ძალა mg-სი და f1-ის. f-ი არის ესე იგი mg + f1. ეს ზალები ერთმანეთის პერპენდიკულარულად არის მიმართული, ამიტომ f იქნება კვადრატული ფესვი mg კვადრატს + f1-ის კვადრატი. ნუ ახლა აქ შეგვიძლია შეიტანოთ ესე იგი რიცხვები, ესე იგი f-ის გვექნება 16, იმიტომ რომ mg იყო მასა 1.6 გამრავლებული 10-ზე. ამიტომ mg გამოვა 16. 16-ის კვადრატს + 12-ის კვადრატიდან ფესვი. და ზუსტად ასეთივე იქნება სიდიდით ეს თოკის დაჭიმულობის ზალა. ესე იგი თოკის დაჭიმულობის ზალა ემთხვევა ამას, ესე იგი 16-ის კვადრატს + 12-ის კვადრატი. ნუ ეს გამოთვალეთ თქვენ თვითონ ეს რიცხვები, აიყოლეთ კვადრატში და ამოიღეთ ფესვი. 299 ამოცანა. იპოვეთ AB და BC ღეროებზე მოქმედი ძალები. თუ ალფა არის 60 გრადუსი და ფარნის მასა არის 3 კილოგრამი. აქ სურათია მოცემული და ესე იგი გვეკითხებიან, მოით ესე დავარქოთ, ესე იგი F პირველი კითხვის ნიშანი და F მეორე არის კითხვის ნიშანი. აი ნახეთ სურათი როგორი არის. ეს არის რაღაცა კედელი. ამ კედელში ჩამაგრებული არის ორი ღერო, ერთი ღერო არის აი ეს AB და მეორე ღერო არის BC. აი ეს კუთხე არის ალფა. და აი აქ მოქმედებს ამაზე აქ ჩამოკიდებული არის ფანარი. ნუ ეს ფანარზე მოქმედებს სიმძიმის ზალა. ცხადია mg და ამის დაჭიმულობის ზალა t. ეხლა ამ წერტილზე რა მოქმედებს? ქვევით მოქმედებს თოკის დაჭიმულობის ზალა t. ნახე ეხლა ეს რას აკეთებს? ესე იგი ეს თოკი, ეს ფანარი, ეს თოკი ხო? ჭიმავს ზედა ღეროს. რადგან ჭიმავს, ესე იგი უნდა წარმოიშვას ამ გაჭიმვის საპირისპიროდ მიმართული დრეკადობის ზალა. აი ეს იქნება F პირველი. და ამ ქვედა ღეროს ეს პირიქით კუმშავს. ამიტომ აქ წარმოიშვება F2 დრეკადობის ზალა. და ეს სისტემა ეს წერტილი წონასწორობაშია. ამიტომ ამ წერტილზე მოქმედი ძალთა ჯამი უდრის 0-ს. ესე იგი წერთ 0 უდრის F პირველს + F მეორე + T. ეხლა რაც შეეხება T-ს, T-ს სიდიდე ცხადია mg-ს ტოლია, იმიტომ რომ ეს ფანარი წონასწორობაში არის. T უდრის mg-ს, აბათილებენ ეს ზალები ერთმანეთს. ეხლა მოდით ეს ვექტორული ტოლობა ესე იგი დავაგეგმილოთ ორ ღერძზე. ერთი იყოს, მოდით ესე ვქნათ, ესე იგი ეს იყოს x o y. ჯერ თქვა დავაგეგმილოთ x ღერძზე. x ღერძზე დაგეგმილებით მივიღებთ, ნუ t-ს არ აქვს გეგმილი x ღერძზე, ამიტომ 0 უდრის -f1, იმიტომ რომ ამის გეგმილი უარყოფითი იქნება, plus f2, ეს თუ ალფა არის, ესეც ალფა იქნება, f2 კოსინუს 60 გრადუსზე. ეხლა y ღერძზე დავაგეგმილოთ. y ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, ისევ 0 უდრის f2 სინუს 60 გრადუსზე მინუს t, კი ბატონო, მაგრამ შეგვიძლია t mg-ით შევცვალოთ. ასე რომ, აი შევცვალოთ მეორე ფორმულაში t mg-ით, ესე იგი 0 უდრის f2 სინუს 60 გრადუსისა მინუს mg. ესე იგი მივიღეთ, რომ f2 სინუს 60 გრადუსისა უდრის mg-ს. აქედან f2 ტოლი არის mg შეფარდებული სინუს 60 გრადუსზე. სინუს 60 გრადუსისა
ეს არის ფესვი 3-დან 2-ზე. ეს ორი ენის ზევითავა და გამოგვივა 2mg შეფარდებული ფესვი 3-თან. ეხლა შევხედოთ აი ამ x ღერძზე რო დავაგეგმილეთ. f პირველი მაქედან გამოდის რომ უდრის f მეორე კოსინუს 60 გრადუსისა. ასე რომ f პირველი გამოდის f მეორე ქონდა ნაპოვნი, ეს იგი 2mg ფესვი 3-ზე და კოსინუს 60 გრადუსისა 1 მეორედი არის. ესენი გაიკვეცება და მექნება mg შეფარდებული ფესვი 3-ზე. აი f პირველი ეს არის ის ძალა, რომელიც ესე იგი იმოქმედებს AB ღეროზე, ხოლო BC ღეროზე მოქმედებს მეორე F2 ძალა. ეხლა ეს ძალები იქნება სინამდვილეში საპირისპიროდ. ესე იგი AB-ზე იმოქმედებს F პირველი საპირისპირო ძალა, იმიტომ რომ ეს თოკი ჭიმავს აი ამ ზედა AB ღეროს და კუმშავს BC ღეროს. ესე იგი ეს მიაქციეთ ყურადღება, რომ აი F AB-ზე იქნება პლუს ნიშნით, ესე იგი F პირველი სტოლი, იმიტომ რომ x ღერძის თანხვედრილი არის. ხოლო F BC-ზე იქნება F2 სტოლი. უბრალოდ F2 მინუს F2 სტოლი იქნება, მინუს რა შეჭავს? ვექტორულად FBC იქნება F2-ის საწინააღმდეგოდ მიმართული. ეს იყო 299 ამოცანა. ეხლა მესამე ამოცანა. ესე იგი 2 მეტრა სიგრძის AC ღეროს ერთი ბოლო დამაგრებულია კედელზე სახსრულად. ესე იგი ელი არის 2 მეტრი. სურათს შევხედავთ. მეორე ბოლოზე, რომელსაც იჭერს 2.5 მეტრი ეს იყოს L პირველი, L მეორე, ეს კი მეორე ბოლოზე, რომელსაც იჭერს 2.5 მეტრი სიგრძის BC გვარლი, ეს კი 2.5 მეტრი, დაკიდებულია 120 კილოგრამი მასის ტვირთი. ეს კი მასა არის 120 კილოგრამი. იპოვეთ ღეროსა და გვალზე მოქმედი ძალები. ეხლა მოდით სურათი გადავხატოთ. აი ესეთი ისევ კედელი არის. აი ესეთი სურათი გვაქვს ჩვენ. და ეს არის A წერტილი, ეს არის B, ეს არის C წერტილი. ესე იგი ეს არის ტვირთი კიდე აქ. ხო, ეხლა ვნახოთ. AC არის ესე იგი 2 მეტრი. ეს AC იყო L პირველი სტოლი, ხოლო BC არის L2 სტოლი, 2.5 მეტრის სტოლია. კარგით, ეხლა მოდით შევხედოთ, ესე იგი აქ რა ხდება. რა ძალები მოქმედებენ? ესე იგი ცხადია C წერტილს ქაჩავს ქვევით, ესე იგი ეს თოკი. მოდი დავარქვათ ამას T-ს. ესეთივე ძალა მოქმედებს აი ამ ტვირთზე, მაგრამ ზევით მოქმედებს. აი მოდი გავადიდეთ მაგ ნაწილს. ესე იგი ეს არის T, რომელიც ქაჩავს C წერტილს, აი აქ ტვირთი არის მიმაგრებული, ესე იგი იგივე სიდიდით ძალა მოქმედებს, ესე იგი ამ ტვირთზე, თოკის მეშვეობით. mg, აი ამას ვამბობდი მე. ეხლა ეს ტვირთი გაჩერებულია, ამიტომ T უდრის mg-ს. ესე იგი ქვევით რაც ქაჩავს, ესე იგი ამ წერტილს ეს ვიცით. ეხლა ეს წერტილი რო იქაჩება, BC იჭიმება, ამიტომ რეაქციის ძალა BC-ს მხრიდან იქნება აი ამ ღეროს გასწვრივ მიმართული, ხოლო რაც შეეხება AC გვერდს, ეს იკუმშება, ამიტომ რეაქციის ძალა იქნება მიმართული AC მიმართულებით, A-დან C-სკენ მიმართულებით. აი ისე როგორც მე მიხატია. მოდი ამას დავარქვათ F პირველი ძალა, ამას დავარქვათ F მეორე ძალა. ისევ შემოვიღოთ ჩვენ ესე იგი ეს ღერძები.
x, o, y ღერძები და ჩავწეროთ ეს იგი ტოლქმედი ძალა უდრის 0-ს. რატო ვამბობ ამას, რომ ტოლქმედი უდრის 0-ს? იმიტომ რომ ეს წერტილი წონასწორობაშია. ეს იგი 0 უდრის, ეხლა ამ წერტილზე რა მოქმედებს? mg მოქმედებს ქვევით, პლუს f2 მოქმედებს და f1 მოქმედებს. ეხლა დავაგეგმილოთ ეს ამ ღერძებზე. ესე იგი თქვათ x ღერძზე თუ ვაგეგმილებთ, მაშინ აი ეს ძალა ამოვარდება, mg ძალა გვექნება მინუს f2, მოდით ეს კუთხე აღვნიშნოთ ალფათი. მინუს f2 კოსინუს ალფა პლუს f1 უდრის 0-ს. ანუ აქედან მივიღეთ თანაფარდობა, რომ f პირველი არის f მეორე კოსინუს ალფაზე. ეხლა y ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, y ღერძზე გვექნება f2 სინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. ასე რომ გვექნება, რომ f2 სინუს ალფა უდრის mg-ს. ეხლა რაც შეეხება ამ კუთხეებს, ეგ როგორ შეგვიძლია დავადგინოთ? ეს მართკუთხა სამკუთხედი არის, ამიტომ BC უდრის კვადრატული ფესვი, ეს ჰიპოტენუზა არის L პირველის კვადრატს დამატებული L მეორეს კვადრატი. ეს BC შეგიძლიათ გამოთვალოთ ეს რიცხვი. თუ BC ვიცით, მაშინ შეგვიძლია დავწეროთ, რომ კოსინუს არა, BC ბოდიში მოცემული იყო, ესე იგი, BC არ მჭირდება. BC მოცემული არის და დამჭირდება AB. ესე იგი, AB იგივე პითაგორას თეორემით იქნება კვადრატული ფესვი BC-ს კვადრატს გამოკლებული AC-ს კვადრატი. ეს იქნება კვადრატული ფესვი 2.5 კვადრატს გამოკლებული 2-ის კვადრატი. ესე იგი, ეს არის კვადრატული ფესვი, ესე იგი 6.25-ს მინუს 4 კვადრატული ფესვი 2.25-დან. ეს არის 1.5. ხო, ამიტომ ახლა უკვე მე შემიძლია დავწერო, რომ კოსინუს ალფა ეს არის მიმდებარე კათეტი AC. AC არის ესე იგი 2 შეფარდებული 2.5-ზე, ხოლო სინუს ალფა ეს არის 1.5 შეფარდებული BC-ზე. ახლა აქედან უკვე ყველაფერი შემიძლია ვიპოვო. ესე იგი f მეორე ეს იქნება mg შეფარდებული სინუს ალფაზე, ანუ ეს არის mg არის 120 გამრავლებული 10-ზე და სინუს ალფა ეს არის 1.5 შეფარდებული BC-ზე, ეს BC-ზე ვითავა 2.5-ზე. ესენი ყველაფერი შემიძლია 5-ზე გავყო, ესე იგი ეს გამოვა 0.3, ეს არის 0.5, ეს ნოლები წავიდა, ეს 3 და 120 შემიძლია გავკვეცო და ეს გამოვა 40, ესე იგი ეს 0.5 და ეს 10 გავკვეცო და გამომივა 45-ზე, ესე იგი ეს გამომივა 200 სტოლი F2. ხოლო რაც შეეხება F პირველს, F პირველი იქნება F მეორე 200, კოსინუს აი ამ ალფისა, კოსინუს ალფა არის 2 გაყოფილი 2.5-ზე. ესენი ისევ შეიძლება ეს და ეს გავკვეცო, ეს მომცემს 80 და ეს იქნება 160. ახლა რა თქმა უნდა ეს კილო ნიუტონები არის. არა, ნიუტონებია ყველაფერი, ნიუტონი, ახაც ნიუტონი. ეს იყო მე-300 ამოცანა. ახლა 301 ამოცანა. ელექტრული ნათურა დაკიდებულია ზონარზე და გადაწეულია ჰორიზონტალური საჭიმარით. იპოვეთ AB-ს ზონრისა და BC საჭიმარის დაჭიმვის ზალა. თუ ნათურის მასა არის 1 კილოგრამი, ხოლო კუთხე 60 გრადუსი. გადავხატოთ სურათი, ესე იგი
ну, ბარემ ჩავწეროთ რეები არის მოცემული, ესე იგი მასა m არის 1 კილოგრამი, კუთხე ალფა არის 60 გრადუსი, ხო? ну, მეტი არაფერი არ არის მოცემული, ესე იგი. აი, ეს არის თქვათ ერთი კედელი, ეს არის მეორე კედელი, ხო და აქ არის ნატურა ჩამოკიდებული, აი ესეთნაირად, ისე რომ აი ეს კუთხე ალფა არის. და 60 გრადუსია. აი აქ კიდეა, მოით ესე ვთქვათ, ესე იგი A, B წერტილი, C წერტილი. აი ამ C წერტილზე აქ ნატურა კიდეა. ну, ცხადია C წერტილზე ქვევით იმოქმედებს mg სიმძიმის ძალა. ხო და ეხლა აქ რა მოხდება, ესე იგი ეს თოკი პასუხობს დაჭიმლობის ზალით, ესე იგი ამას დავარქვათ F პირველი და ეს პასუხობს დაჭიმლობის ზალით F მეორე. და ეს წერტილი წონასწორობაშია. ისე ვთქვათ 0 უდრის F პირველ ვექტორს პლუს F მეორე ვექტორი პლუს mg და ჯამური ვექტორი უდრის 0-ს. დავაგეგმილოთ ახლა ეს ღერძებზე x, o, y. ну, y-ი თქვათ ესე ზევით მიმართოთ. 0 აქ გვაქვს. ახლა x ღერძზე დაგეგმილების შემთხვევაში mg 0-ის ტოლი იქნება. ამიტომ 0 იქნება მინუს f პირველი კოსინუს 60 გრადუსზე პლუს f2. ესე იგი აქედან მივიღეთ თანაფარდობა, რომ f2 არის f პირველი კოსინუს 60 გრადუსზე. ეხლა y ღერძზე დავაგეგმილოთ ეს ვექტორული ტოლობა. ну, ეს იყო x-ზე დაგეგმილება. ეს ეხლა y-ზე დავაგეგმილოთ. მივიღებთ, რომ 0 უდრის f პირველი კოსინუს 30 გრადუსზე მინუს mg. ესე იგი აქედან f პირველი კოსინუს 30 გრადუსისა უდრის mg-ს. ну, ახლა აქედან f პირველი შეგვიძლია ვიპოვოთ, ეს არის mg შეფარდებული კოსინუს 30 გრადუსზე, ანუ mg ფესვი 3-დან 2-ზე, ეს ორიანი ზევითავა. ხოლო f მეორე შეგვიძლია ვიპოვოთ ესეთნაირად, f მეორე არის f პირველი კოსინუს 60 გრადუსზე, შევიტანოთ აქა, ეს გვექნება 2mg ფესვი 3-თან, კოსინუს 60 გრადუსი და 1 მეორედი, ესენიც გაიკვეცება და mg შეფარდებული ფესვი 3-თან.